კაცო, ჩვენ ხო ჩვენ შვილებზე და შვილიშვილებზე ვფიქრობთ, ხალხო გამოფხიზდით, კაცო. თქვენ გინდათ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები, აი, მოვკვდება ბოლო-ბოლო ჩვენ ყველა მოვკვდებით, ეს ნაცმოძრაობაც მოვკვდება. ესეთი სიდებილე გვჭირს ჩვენ ახლა ვერ ვიგებთ რომ ჩვენი შვილიშვილები იცხოვრებენ ქვეყანაში, სადაც არის კანონები დასმენების შესახებ. ეს არ უნდა გავიგოთ რომ ეს არის უბედურება? თანაც ნახეთ ჩვენ ხო გავლილი გვაქვს აი ჩვენი მშობლების თაობას, ჩვენი ბებია ბაბუების თაობას გავლილი აქვს მთელი ის რეპრესიები. ისტორიული მეხსიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა მოკვდა ციხეში. დედაჩემის მამა 25 წელი ქონდა მისჯილი, ციხეში იყო და 18 წელი იჯდა იქიდან. მერე კომუნისტური პარტიის მე-60 ყრილობა იყო და პოლიტპატიმრები გაანთავისუფლეს. მაგრამ 18 წელი გაატარა ციხეში. ბებიაჩემი 17 წელი იყო ყაზახეთში გადასახლებაში. მე მახსოვს ეს ყველაფერი. ახლა ჩვენ თუ არ გვესმის რომ დაბრუნდა იგივე კანონები დასმენების შესახებ, სიტყვებით ლაპარაკის შესახებ, დაუშვა ჩვენ ეს არ შეგვეხოს, შეიძლება შეგვეხოს მე და შენ, მაგრამ გადავრჩით ჩვენ მოვკვდებით მალე, კიდე სხვაებიც მოვკვდებენ რომ ჩვენი შვილიშვილები ხო იგივე სისტემაში იცხოვრებენ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილიშვილები ცხოვრობდნენ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს იჭერენ, სიტყვების ლაპარაკის ტროტუარზე დგომის და პროტესტის გამო ან დასმენებით იჭერენ, ეს გვინდა ჩვენ. კიდევ ყურადსაღები რა არის ნახეთ, ექსპერტულ მოსაზრებას გამოთქვამს თქვათ ადამიანი ან სოციალურ ქსელში, ან რომელიმე ტელეგადაცემაში. მერე ამ ადამიანის წინააღმდეგ აღძრავენ სისხლისამართლის საქმეს ექსტრემიზმის მუხლით და მიდის გამოკვლევა რა საყრდნობოდა ამა თუ იმ ექსპერტის ანალიზი. ეხლა იგივეა შეხედეთ საერთაშორისო ვითარებას. საოცარი გარდატეხები და საოცარი ცვლილებები ხდება ჩვენ საზროვნებაში. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენი ყველაზე დიდი მტრები, ჩვენი ერის მოსპობის და განადგურების მსურველები არა 1 წლის, არა 2. 1000 წლის განმავლობაში თურქეთს სურდა ჩვენი ერის მოსპობა, გადაჯიშება და გადაგვარება. მან ნაწილობრივ ეს მოახერხა, იმიტომ რომ ყველა ის ქართველი, რომელიც დღეს თურქეთშია, აი ეხლა წამოვიდა თაობა ქართული ენა აღარ იცის. მანამდეც თურქი ქართველების ნახევარზე მეტმა უკვე ენა არ იცოდა, ნახევარმა ენა იცოდა. რელიგია დაკარგული ქონდათ, მაგრამ ტრადიციებს ნახევარი მაინც ინარჩუნებდა. ეხლა წამოვიდა თაობები, აღარც ენა იციან ქართული, აღარც ქართული ტრადიციები მთლიანად გათურქდნენ. ანალოგიური ვითარებაა სპარსეთში. დაუძინებელი ჩვენი მტრები, რომლებიც 3000 წლის განმავლობაში ატერორებდნენ და აყაჩაღებდნენ ქართველებს და საქართველოს. არაბები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში და 380 წლის განმავლობაში სული ამოგხადეს. ეხლა ჩვენ შეტრიალდა ყველა, ეხლა ვიგებთ, რომ ჩვენი ისტორიული მეგობარია თურქეთი. არაბები ყოფილა საუკეთესო ჩვენი პარტნიორები და არაბული ქალაქები საუკეთესოა ჩვენთვის თურმე. ახლა გავიგეთ, რომ ირანიც კარგი ყოფილა, კაცო, ამაზე კარგი სახელმწიფო და მეგობარი ჩვენთვის არ არის და თურმე უნდა გავგიჟდეთ, გულშემატკივრობა უნდა კონდეს ირანის, გადავირიოთ უნდა ირანის სიყვარულით. გაოცებული ვარ საერთოდ, გაოცებული. ქვეყანა, რომელიც დღესაც საკუთარ მოქალაქეებს 32,000 კაცს მიტინგზე მოკლავს. აიათოლა, ესე იგი, ალი ხამენეი ყოფილა კარგი კაცი. ალი ხამენეიმ 2010 წელს და მისმა შვილმა, რომელიც ეხლა მუშტაბა აირჩიეს, მის ადგილას, ამათმა ბავშვებიო 362 ბავშვი მოკლეს 2010 წლის მიტინგების დროს, 14 წლამდე მოზარდი. აი ეს ამ ხალხმა და ვიღაცაები რეკავს და აბაო თქვენ ის მოგწონთ, არა ჩვენ არ მოგწონს ბავშვებს ლოკრავთ. ჩვენ ზუსტად ამას გიხსნით, რომ აი ეს ხალხია თვითონ ამ ბავშვების კვლელები. და ესენი როგორ არიან ყველა ჩვენი მეგობრები, მე გაოცებული ვარ. ესე იგი, რა მოახერხა ქართულმა ოცნებამ? ქართული აზროვნებამ მთლიანად შეცვალა. მალე ახლა გვეტყვიან, რომ საერთოდ ჩვენთან უნდა გავსპარსელდეთ და გავთურქდეთ და გავარაბდეთ. რაღაცნაირად მიდის პროცესი თითქოს გადაფასების, ყველაფრის ამოყირავების, ამოტრიალების და როდესაც თანამედროვე მოვლენებს ვაკავშირებთ ჩვენ ისტორიასთან, მერე გვეუბნებიან, არ არის საჭირო ისტორიული წიაღსვლები და ისტორიასთან დაკავშირება. აი ესეთი იდეოლოგია და კამპანია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში შევიდა განსაკუთრებულ ხარისხში. ის არის ამაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება. აი ნახეთ როგორი საინტერესო პარალელია.
ბატონმა კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ეროვნული ცნობიერება ეს საშიში რამე არისო, ეს უბრალოდ ესე თქვა, საშიში რამ არისო და კონსტიტუციაშიო ამის ჩაწერაო, ესო ძალიან საშიში რამ არისო. მერე თავად კობახიძე ითხოვდა უკვე პრემიერობის დროს, რომ ეროვნული ცნობიერება და ბოლოს ეროვნული ცნობიერება და სპარსეთი ჩვენი მეგობარია და უნდა გავსპარსდეთ, თურქეთი ჩვენი მეგობარია, უნდა გავთურქდეთ, არაბები ჩვენი მეგობრები არიან, უნდა გავარაბდეთ, ეს არის ეროვნული ცნობიერება კობახიძისთვის. ნუ თუ ეს არის ეროვნული ცნობიერება მაგათი აზრით რო იზეიმეს 410 წლის თავი ქართველების ირანში ჩასვლის თურმე. ვითომ ტურისტებად და არა ძალით გადასახლების. თუ ეს არის ეროვნული ცნობიერება, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.